გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გაბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას. დღეს ჩვენი ინტერვიუს მასპინძელია Sena Auto, Sena Auto-s განახლებული შოურუმი და დღევანდელი ჩვენი განაცემის სტუმარია ბატონი ივაჭ ყონია. ივაჭ ყონია, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, GDB Agros დამფუძნებელი. ივა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და მადლობა რომ იღებ მონაწილეობას განაცემაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა და ყოველთვის სასიამოვნო არის შენთან სტუმრობა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ფართოდ ვიცით ხოლმე მე და შენ თემების გაშლა რაღაც. კონცენტრირებული არ ვართ ხოლმე რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, შენობით ბიზნესთან ალბათ დაახლოებით 8-9 წლის წინ მქონდა საუბარი ფრიად საინტერესო თემაზე. ხა იქ აღარ გადავალ, მაგრამ მომენატრა. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, რომ ჩვენი დიალოგი გამოდის ძალიან საინტერესო, ძალიან დინამიური, თან კარგად გაიხსენე პრეისტორიაც. ზუსტად 8 წლის წინ იყო ჩვენი ერთ-ერთი წინა ეპიზოდი და მოკლედ 8 წლის თავზე უკვე პალიტრა ნიუსის ეთერში გვექნება ძალიან საინტერესო დიალოგი. ივა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი საუბარი რამდენიმე მიმართულებად დავუყოთ, იმიტომ რომ ნუ ეხა შენი ბიზნეს ბექგრაუნდიდან გამომდინარე, შენი საქმიანობებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ სასაუბრო ძალიან ბევრი არის. მაგრამ მოდი ამჟამინდელი საქმიანობით დავიწყოთ ჩვენი დიალოგი და მერე ბევრი სხვა საინტერესო საკითხი მივაბად. ცხადია ამ და არა მარტო ამ თემას. სალათის ფურცლები და ზოგადად აი ეს მიმართულება და აგრო სექტორის და აგრო კულტურის ერთ-ერთი საფლაგმანო გამორჩეული დარგი გლობალურად საქართველოში კი მოდი ასე ვთქვათ ეს ყველაფერი აი გარკვეულ პიონერებზე, გარკვეულ წარმატების ისტორიებზე გადის და ასეთია ზუსტად შენი საქმიანობა ამ შემთხვევაში და მე მაინტერესებს საიდან გაჩნდა უპირველეს ყოვლისა ინსპირაცია რომ დაგეწყო შესულიყავე ამ ბიზნესში და რა მიმართულებები ვითარდება დღეს აი კონკრეტულად ამ ჭრილში. მოდი უფრო ფართო მასშტაბით რომ შევხედოთ 96 წლიდან მე აქტიურად ვარ ჩართული საქმიანობაში, ნუ ბიზნესში 96 წელს საკმაოდ პატარა ვიყავ, საკუთარი ბიზნესი არ მექნებოდა და დავიწყე კომპანია Coca-Cola-ში ბატონ თემურ ჭორნიასთან. და ნუ ფაქტიურად დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ იმ მიმართულებას ვაგრძელებ, რომელიც დავიწყე მაშინ უბრალოდ ამჯერად უკვე პარტნიორულად. კი ბატონო, აგრობიზნესში ჩემი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ინსპირაცია იყო, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ თემურთან, თუ რაღაც რა თემებით ვიყავი მაშინ დაკავებული და ვიყავი მაშინ დისტრიბუციით დაკავებული და შემომთავაზა, რომ ანუ მაკდონალდისთვის ეძებდა ისეთ თემებს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი ყოფილიყო მაკდონალდის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაში და შემომთავაზა, რომ ნუ თუ ესე ვიტყოდე, რომ თუ ამ თამასას ავწევდი და რაღაცას შევთავაზებდი, თქვა რა შემეძლო გამეკეთებინა, ან შეგვეძლო რომ დაგვეწყო პარტნიორული ურთიერთობა და კი ზუსტად რაღაცა ლისტი რომ მივიღე მაკდონალდისგან რა პროდუქციასაც იღებდნენ. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც ჩემთვის იყო, ეს იყო რაღაც სალათის ფურცლები, იმიტომ რომ საკმაოდ შევხედე როგორც პერსპექტიულს, ანუ რაღაცა სალათის ფურცელს საქართველოში ზოგადად უყურებდნენ როგორც გასაფორმებელს, აი ეს არის ესეთი სახეობა ბონდა, რომელიც ესე ცოტა ხუჭუჭი არის და ძირითადად ამით ვიყენებ. შემდეგ უკვე კულტურა შემოვიდა, როდესაც ცეზარი ძალიან პოპულარული გახდა ჩვენ ქვეყანაში, თუმცა მასაც ვეტყვი, რომ ცეზარი ძირითადად კეთდება არის ესეთი ჯიში სალათის ფურცელი რომანო და არის ძალიან გემრიელი და რომანო იმდენად მაღალი კლასის სალათის ფურცელი არის, რომ ერთ-ერთი რაც ვნახე, ანუ მე რომანოს ჯიშის თვისებურებებში, რომ მისი შეწვა შეიძლება გრილზე წარმოდგენილი გქონდეს, სალათის ფურცელი გრილზე შემწვარი. ნუ შემდეგ ანუ სახეობა არის ესეთი აისბერგი, ერთ-ერთი მიმართულება დიამანტინასი, რომელსაც მაკდონალდს საქართველოს მოიხმარს, რომელიც ძირითადად
ამ კონკრეტულს ხმარობენ ბურგერებში. ასე რომ დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომ სალის ფურცლები მოგვიყვანა საქართველოში, რა თქმა უნდა ეს საკმაოდ ესეთი საინტერესო პროცესი იყო, დავიწყე, რა თქმა უნდა, ბაზრის კვლევა, უპირველეს ყოვლისა, მინდა დამწყებ ფერმერებს, მოდი, აი ვისაც სურვილი აქვს სოფლის მეურნეობას ჭერდეს, თუ კონკრეტულ კულტურას ამოირჩევს, ძალიან მნიშვნელოვანი არის შეარჩიოს რეგიონი და შეარჩიოს, თქვათ, მიწა, სად უნდა მოიყვანოს ეს კულტურა, იმიტომ რომ მქონდა მეც რაღაც გარკვეული კონსულტაციები რო გავიარე, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული, რაც მითხრეს, ეს არის ლაგოდეხი, სადაც სალაც ფურცელი მოდის საკმაოდ ესეთი ხარისხიანი და მოდის წელიწადში ორჯერ. ეს რაც ჩემთვის საკმაოდ პრიორიტეტული იყო, რა თქმა უნდა, სათბურის გარეშე, ამას თემას შემდეგ უკვე დაუბრუნდები. კი ბატონო. და პირველი, ალბათ რო დავდიოდი, როდესაც მე უკვე მიწებს ვეძებდი, პირველი რომელი მიწა თქვა ავარჩიე და ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო და რომელიც შევიძინე, გავუკეთეთ მიწას ანალიზი, რომ თქვა რამდენად გამოდგებოდა იმ კონკრეტული კულტურისთვის, იმ ჯიშისთვის და შესაბამისად, როდესაც დადებითი პასუხი მივიღეთ, შემდეგ უკვე მოხდა ხელშეკრულების გაფორმება, მიწის შეძენა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ბიზნეს წარმოება, ასე რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, იმიტომ რომ საქართველოში ხშირად ხდება, როდესაც აი რაღაცა აყოლილი არიან, რაღაცა ეგრეთ წოდებულ, მოდი ვიტყოდე, აი მოდას რომ ვიღაცამ რაღაცა გააკეთა და გონიათ რომ ეს არის ძალიან მარტივი და მე შემიძლია გავაკეთო, მაგრამ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, საფრთხის მეურნეობა არის ერთ-ერთი ურთულესი სფერო და თუ აქ ცოდნა არ აქვს, ვფიქრობ ძალიან გაგიჭირდება და შემდეგ წარუმატებლობას რატომღაც აბრალებენ, რომ ნუ აი აქ არ ღირს, აი ხშირად სმენია სხვათა შორის ძალიან ბევრისგან, მით უმეტეს ჩემი მეგობრებისგან, ჩემი თქვათ კოლეგებისგან, რომ მაგალითად ჩვენ რეგიონიდან ჩამოვედით თბილისში, რომ ბიზნესი გვეწარმოებინა, ნუ ძირითადად ვინც არიან დისტრიბუტორი, იმპორტიორები და შენ სოფელში რამ წაგიყვანა. ნუ ხო, აი ეგ სხვადასხვა მეც მექნება ეგ კითხვა. ხო, ალბათ, ხო, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ქვეყანა გიყვარს და ქვეყნის განვითარებაზე ვფიქრობ, ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს რამ შეიძლება გადაარჩინოს და რა არის პრიორიტეტი ჩვენ ქვეყანაში, ვთქვათ, რომ აი წარმოება განვავითაროთ, წარმოება შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ ან დანარჩენი ხა ჩვენ რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს იქნება ხორცს პროდუქტები, ეს იქნება ბაკალეა, ეს იქნება თქვათ იგივე სნექები თუ ტკბილეული, მაინც ყველაფერი აბსოლუტურად მზადდება იმპორტირებული ნედლეულისგან და მათ შორის თქვათ ერთ-ერთი კომპონენტი, ნუ თუ არ ჩავთვლით ელექტროენერგიას, რომელიც საბედნიეროდ დღეს ჩვენი გვაქვს და ყოფნის, ნუ გაზიც იმპორტირებული, ამიტომ შედარებით საქართველოში წარმოებული პროდუქცია და მით უმეტეს მოცულობასაც თუ ავიღებთ, ძვირი ჯდება, ნუ აი იგივე ხლა მე რეკლამაში არ უნდა გამომივიდეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცხვილი მწარმოებელი, რომელიც ყავს ტკბილეულის, შოკოლადის მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში ქონია საუბარი, რომ იგივე, არ ვიცი, უკრაინიდან ავიღოთ, იგივე, თქვათ, ჩვენი ჩრდილოვანი მეზობლიდან შემოტანილი პროდუქცია, რიგ შემთხვევაში გაცილებით უფრო იაფიღის, ვიდრე ჩვენთან წარმოებული, მაგრამ რეალობა ის არის, რომ იმდენად ცოტა პროდუქციის წარმოება ხდება, მასშტაბი იმდენად ცოტაა და იმდენად ძვირი უჯდება თვითონ ნედლეულის და ასე შემდეგ, რომ ნუ კი რეალობა ეს არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ, არის სოფლის მეურნეობა, რომელიც არის ცარიელი ნიშა. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსენდება ალბათ სულ რაღაცა 2-3 კომპანია ხა ჩამოთვლას არ დავიწყებთ, ესეთი ბრენდირებული, რომელმაც სოფლის მეურნეობა ფაქტიურად წარმოაჩინეს და ჩვენ დახლებზე ვხედავთ დაფასოებულ პროდუქტებს, რომელიც არის ხარისხიანი და რომელიც არის თავის სტანდარტებში. ძალიან მნიშვნელოვანი არის სტანდარტიზაცია, სანდრო. აგრეთვე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. აგრეთვე ამასაც ვიტყოდი, რომ აი ხა ჩვენ უბრალოდ უყურებთ, რომ აი რა მოხდა, ეს უნდა იყოს უსწორ, მასწორო და ეს არის კარგი, ეს კარგი არ არის. ჩვენ თუ ზოგადად ვფიქრობთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რომელიც საქართველოს დააკმაყოფილებს და გარდა ამისა ჩვენ შეგვიძლია იმდენი ვაწარმოოთ, რომ ექსპორტზე გავიტანოთ, მაშინ სტანდარტიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც ჩვენზე პატარაა, თუმცა იქ აგრომიმართულება, აგროკულტურა იმდენად არის განვითარებული, რომ
ჩვენ ჩრდილოვან მეზობელთან ერთ-ერთი საკმაოდ ესეთი აქტიური პარტნიორი იყო და მით უმეტეს ახლა 200 მილიონიან ქვეყანასთან როდესაც თანამშრომლობ ეს რა მასშტაბებზე არის ალბათ წარმოდგენილი გვაქვს. მაგ შენთან. აი ხა შენ ახსენე მასშტაბი, ახსენე მეზობელი, ჩვენზე პატარა ბაზარი გაცილებით სომხეთი და ჩვენი გავლით გადის და საინტერესოა. აი ლოგისტიკურად და ზონაც როგორც თქვა პირობითად საქართველოში არის და კლიმატური პირობები გაცილებით უკეთესია ვიდრე სომხეთში. თუმცა ჩვენ დაახლოებით ალბათ მინიმუმ ალბათ აი შემთხვევაში ვიტყოდი რომ 10 ჯერ ჩამოვჩებით ჩვენ მეზობელ სომხეთს აგრო მიმართულებით. ერთი ეგეთი კითხვა მაგ შენთან. აი ხა დიდი ბაზარი და მასშტაბირება ზოგადად, ხო? ჩვენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას დიდი ხანია მოვაწერეთ ხელი და ჩინეთთან თავისუფალი დაბეგვრის რეჟიმით ქართული პროდუქციის გატანაზე, ანუ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე ასევე დიდი ხანია გვაქვს ხელმოწერა გაკეთებული. მაგრამ სამწუხაროდ რეალობას რო შევხედოთ, აი აგროსექტორში კიდევ უფრო რთულად არის სიტუაცია, ხო? აი საერთო ექსპორტი რო ავიღოთ. ევროპაში მთლიანად ექსპორტის დაახლოებით 0.2% ხორციელდება ევროკავშირში, ჩინეთში შედარებით მეტი, მაგრამ დიდი შვება არც მად არ არის დაახლოებით 0.5%-ია. შესაბამისად, მე მაინტერესებს, აი რატო ვერ ხდება მასშტაბირება ამ ბაზრების მიმართულებით და აი რატო ვერ გამოვიყენეთ 2014 წელს ევროკავშირთან მოწერილი DCFTA-ის დოკუმენტი სათანადოდ დღემდე და რატო ვერ ვიყენებთ ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას დღემდე ექსპორტის თვალსაზრისით. ანუ აი რაშია შენი აზრით პრობლემა? არ ვართ სტაბილური პარტნიორები, ფინანსებზე არ გვაქვს სათანადო ხელმისაწვდომობა, თუ ის ბაზრები არიან სპეციფიურები და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. მოდი ესე ვთქვათ, რომ ბაზარი სპეციფიური არ არის, ვინ შეიძლება ჩვენი პოტენციური პარტნიორი იყოს, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოგისტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს, რომ ლოგისტიკურად რაც შეიძლება იაფი უნდა დაждდეს და რაც შეიძლება ახლო უნდა იყოს, როდესაც ჩვენ აგრომიმართულებაზე გვაქვს საუბარი, როდესაც გვაქვს fresh პროდუქტზე საუბარი, რომელსაც ვთქვათ შეიძლება იგივე shelf life, ანუ თაროზედების პერიოდი კონდეს ძალიან დაბალი, ამიტომ სამწუხაროდ ალბათ ერთ-ერთი ალტერნატიო ყოველთვის ჩვენთვის არის ჩვენი ჩრდილოვანი მეზობელი და ამიტომ ძირითადი მიმართულება, რომელიც ფერმერებს აქვთ არჩეული არის სამწუხაროდ რუსეთი. თუმცა გარდა ამისა კი, როდესაც ჩვენ სვალდებულება ავიღეთ, DCFTA ხელშეკრულება გვაქვს დადებული, ჩვენ რაღაცა გარკვეული მიმართულებები ბიზნესმა შევასრულეთ. ერთ-ერთი პრიორიტეტული აქ არის, რომ კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს და უნდა კონდეს მას საერთაშორისო სერტიფიკატი, რომ შეძლოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, მაგალითად როგორიც არის Global GAP-ი. GRASP-ი, ანუ ეს სერტიფიკატები თუ არ გაქვს, ფაქტიურად შეუძლებელი არის, რომ შენ საერთაშორისო ბაზარზე გახვიდე. საბედნიეროდ კომპანია GDB ფლობს ყველა სერტიფიკატს აბსოლუტურად Global GAP-ი, GRASP-ი, HACCP-ი ყველა მიმართულებით ვაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთი დიდი და მსხვილი მსოფლიო ბრენდის პარტნიორი, როგორც არის McDonald's საქართველო და ჩვენ მისი პარტნიორი უბრალოდ ვერ გავხდებოდით, რო არ დაგვეკმაყოფილებინა ეს კრიტერიუმები, თუმცა დამერწმუნეთ, რომ სერტიფიკატის აღება საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და თუ გარკვეულ მასშტაბზე არ იქნება საუბარი ფერმერების მხრიდან, თან ამას ყოველწლიურად ჭირდება განახლება. ეს არ არის, რომ უბრალოდ სერტიფიკატი აიღო, ყოველწლიურად ჩამოდიან, ამოწმებენ და არც თუ ისე იაფისი ამოვნება, გარდა იმისა, რომ თვითონ სერტიფიცირება, რომ ჩამოვიდნენ და შეამოწმონ დაახლოებით არის 30,000 ლარამდე, გარდა ამისა, რომ დააკმაყოფილო, თქვათ ეს ყველაფერი, რაც ამ სერტიფიკატს ჭირდება, ალბათ გაცილებით უფრო ძვირი უჯდება ყველაფერი ფერმერს, ვიდრე თქვათ ჩვეულებრივ გლეხს, რომელსაც ეს სტანდარტი არ აქვს, იმიტომ რომ იქ არის რაღაც გარკვეული პრეპარატები, რომლებიც ხმარებაც არ არის მიზანშეწონილი და თქვათ იგივე ეს სერტიფიკატი გთხოვს აგრეთვე ნარჩენების მართვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული არის ხა მithumetes როდესაც პლასტიკზე გვაქვს საუბარი, რომ იგივე თქვათ როგორ ხდება, რომ შენ როდესაც იგივე წვეთოვანი არის, მულჩი არის, ნარჩენების ჩაბარება, ხელშეკრულება, ძალიან ბევრი იქ ნიუანსია იქ, რომ
სწორად ხდებოდეს თქვა შერჩეული პრეპარატების მოხმარება, რომელიც არის უსაფრთხო უპირველეს ყოვლისა და თქვა იგივე თანამშრომლები იყვნენ შესაბამისად თქვა იმდენად სწორად აღჭურვილი, რომ რაღაცა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ, რომ იგივე ამ პრეპარატებს, როდესაც მოიხმარენ, როდესაც თქვა მინდორში შედიან, ხდება იგივე დამუშავება სხვადასხვა პრეპარატებით, რომ რაღაც მასკა უნდა კონდეთ გაკეთებული, გარკვეული თქვა იგივე, როდესაც შემრევში ყრიან სხვადასხვა პრეპარატებს, რომ ხელთათმანები უნდა კონდეთ ჩაცმული, რაღაც სხვა მოკლედ ძალიან ისეთი მასშტაბური თემაა, საკმაოდ საინტერესო, თუმცა რომ შეხედავ აი ეს არის ის, რაც ჩვენ ალბათ ყველაზე მეტად უფრო როცა მივიდართ ევროპაში მოგწონს, რომ აი ყველა პროდუქტი არის რაღაცა ერთნაირი, ყველა რაღაცა აი გამორჩეული არის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, როდესაც ამ პროდუქტების შემოწმება ხდება, იქ არის საკმაოდ უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული არის და ამიტომ ევროპის ბაზარი ჩვენთვის გარდა იმისა, რომ თქვა ლოგისტიკურად ცოტა შორი არის და შედარებით ძვირიჯდება, მნიშვნელოვანია რომ სერტიფიკატს აკმაყოფილებთ. ასე რომ თუ ეს სერტიფიკატი როგორიც არის Global Gap-ი არ გექნება საქართველოსთან ძალიან რთული იქნება. ალბათ სულ ხალხელზე ჩამოსათვლელი კომპანიებია საქართველოში, ვისაც აქვს. ივა და თან მით უმეტეს ახლა აი ცალკეული მიმართულებებითაც რო გავყვეთ, ხო ახლა აი ფაქტიურად ქართული რძის პროდუქტები, აი სხვა სექტორებსაც რო შევეხოთ, ევროპაში არ გადის, ფიტოსანიტარული მონიტორინგის და სტანდარტების გამო, ხორცს პროდუქტების ექსპორტი ევროპაში ძალიან რთულია, ანუ ძალიან მცირე გვაქვს ისეთი დარგები, რისი მართლა ექსპორტირება შეიძლება და ალბათ კიდევ უფრო მცირეა და წეგან ახსენე ზუსტად ისეთი კომპანიები და ისეთი მიმართულებები, ვინც მართლა სერტიფიცირებას ფლობენ. სხვათაშორის ერთ თემაზე მინდა მოვისმინო შენი მოსაზრება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ხედვა გექნება. ქართული სოფლის მეურნეობის ევოლუცია. მინდა ამასთან ეხლა შენ ამ მიმართულებით რეალურად ახალი, ძალიან წარმატებული მოთამაშე ხარ, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ერთგვარი შეფასება მოვისმინოთ შენგან. ფაქტიურად ეხა აი რო შევხედოთ, ხო ეხა საქართველოს აგრო სექტორი GDP-ში დაახლოებით არის 9%-ზე მეტი. მაგრამ მარგიქმედების კოეფიციენტი არის ძალიან მცირე. ეხა რატო? არ ხდება ფერმერული მეურნეობების გამსხვილება. აი კოოპერატივები მაგალითად ჩვენთვის უცხოხილია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია რომ ვერ მუშაობს. აქ ეხა ვისი ბრალია ეს კანონმდებელის, მენტალობის ბევრი სხვა ფაქტორი იქ საპაიე მოსაკრებელთან არსებობს კიდე გარკვეული პრეფერენციები და ასე შემდეგ. ხო, ანუ ფაქტია რომ ეს მიმართულება ვერ შედგა. ერთი ნაწილი. და ამასთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო შენი ხედვა, რომ აი კოოპერატიული მეურნეობები ზოგადად აგროსექტორისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ერთი. მეორე 2013 წლიდან მოყოლებული ფაქტიურად აი სახელმწიფოს, ეხლა მე ნამდვილად არ მინდა დავაკნინო ამ შემთხვევაში სახელმწიფო და ვთქვა, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორც არის დანერგე მომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი, ანუ თავის დროზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფერმერს და ბენეფიციარს ის დღემდე ეხმარება, რომ ის გახდეს bankable სუბიექტი. ფინანსური ინსტიტუციისთვის საინტერესო ელემენტარულად, იმიტომ რომ იქ ბანკებთან ფასილიტაციის ნაწილია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, ხშირ შემთხვევაში პროცენტის სუბსიდირებასაც ხედავთ ხოლმე სახეზე და ასე შემდეგ. ანუ ფაქტია, რომ ძალიან დიდი ფსონი და ძალიან დიდი კონტრიბუცია აგროსექტორში 2013-დან დღემდე განხორციელდა. მაგრამ ამან ახლა რეალურად აი რა შედეგები მოგვიტანა კონკრეტულად, ხო? აი ცოტა რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ შეუძლია თუ არა ფერმერს თავისუფალი დინებით სიარული უკვე დღეს გამიჭირდება პასუხი, შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად ფინანსურ ინსტიტუციებთან მუშაობა, გამიჭირდება პასუხი, არის თუ არა კომერციული ფულის და ზოგადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თავარი გამოწვევა, აქ შედარებით თამამი ვიქნები პასუხში და ვიტყვი რომ ალბათ არის. და მოკლედ კუპაჟურად ეს ყველაფერი გროვდება და გროვდება. შესაბამისად, პირველი ნორმატივირება და ის მოდელები, რაც ევროპაში ძალიან აპრობირებულია. თუნდაც იგივე კოოპერატიულ მეურნეობებთან დაკავშირებით. და მეორე, უშუალოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. აი, დღეს რამდენად მწვავედ და მძაფრად დგას ქართული აგროსექტორის და იმთავითვე ქართველი ფერმერის წინაშე. ნუ ამ ყველაფერზე მე გაგცემ პასუხს. ბრძანეთ დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. მართლა მაინტერესებს შენი მოსაზრება. 4 წელია რაც მე აგრომიმართულებაში ვარ ჩართული, თუმცა ძალიან ბევრი ესეთ სიტყვას ვიხმ, ქარტეხილი გავიარე და ძალიან ბევრ პრობლემებს წავაწყდი და ამავდროულად ძალიან ბევრი ისეთი
ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც ვფიქრობ, რაც ძალიან მეხმარება უკვე დღევანდელ დღეს, რომ ეს მიმართულებები განვავითაროთ. თუმცა მოდი თემას დაუბრუნდეთ ჩვენ, როდესაც ექსპორტზე გვაქვს საუბარი, სამწუხაროდ დღეს საქართველოში თქვათ ისედაც არ გვაქვს დაალაგებული ისე სიტუაცია, რომ ჩვენ ბაზარს ვაკმაყოფილებდეთ, არათუ ექსპორტს. იმიტომ რომ რატომღაც მე თავიდან ვფიქრობდი, რომ პროდუქციას როცა დავიწყე, როდესაც მიწის ნაკვეთი შევიძინე რაღაც საექსპორტო ბაზრებზე ყოფილიყავი ორიენტირებული, თუმცა დამერწმუნეთ, რომ მოთხოვნა იმდენად მაღალია საქართველოში, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც არ უნდა ავიღოთ, აი მაგალითად ვაშლიც კი იმპორტირებული გვაქვს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამიტომ ჯობია რომ დღეს ჩვენ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი ნაწარმოებმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზარი, რაც რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკას, ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. რაც შეეხება იგივე ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რა თქმა უნდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შედარებით უფრო მარტივად არის, როდესაც ჩვენ პროცესები სწორად მიყავს და მით უმეტეს ხარ, როდესაც სახელმწიფო პროგრამებზე არის დღევანდელ დღეს საუბარი, როგორიც არის სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ერთ-ერთი რდა. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ ანუ მისი მხარდაჭერით არაერთი პროგრამა მაქვს, პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, იგივე ტექნიკა, რომელიც ჭირდება ჩემ მეურნეობას აბსოლუტურად, მათი მხარდაჭერით შევიძინეთ, ვარსკვლავები დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერა იყო, მაშინ დაახლოებით 30%-ს აფინანსებდნენ. აგრეთვე ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩაუტარე საწყობს, სადაც აგრეთვე მონაწილეობა მიიღო რდამ და სულ რამოდენიმე თვის წინ დავასრულე დაახლოებით 1 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობა, რაც ჩემთვის პრიორიტეტული იყო, სადაც აგრეთვე მონაწილეობა მიიღო რდამ, ასე რომ არა მათი მხარდაჭერა, ნამდვილად მე ამ პროექტებს ვერ განვახორციელებდი, იმდენად ძვირია, აგრეთვე აქტიურად იყო ევროკავშირი ჩართული სხვადასხვა პროექტებში, როდესაც საქართველოში იყო USAID, თუმცა სამწუხაროდ დღეს ბაზარი დატოვა, თუმცა USAID-ის მხარდაჭერით არაერთი, თქვათ, სასაწყობე და სამაცივრო მეურნეობა არის აშენებული, თუმცა ალბათ ყველაზე ცუდი რაც არის, საკმაოდ მაღალი იყო დაფინანსება, უწუხა რომ მაშინ მე არ ვიყავი აგრომიმართულებას ჩართული, თორე აუცილებლად ვისარგებლებდი და ახლობით 70%-ს აფინანსებდნენ და ეს ვიძახი რომ არ ვიცი, ძალიან დიდ მასშტაბზე არის საუბარი, როდესაც დაახლოებით 100,000-იან პროექტში 70,000 მონაწილეობას იღებს მიიღებდა USAID-დან ძალიან ვიცი რომ ძალიან ბევრმა გააკეთა სამაცივრო მეურნეობა, თუმცა ყველაზე ცუდი რაც იყო შემდეგ ალბათ ყველაზე მეტი პრობლემები რაც მოყვა ამას მისი მართვა არ იცოდნენ და თქვათ შემდეგი საფეხური უკვე იყო მათი მხრიდან, იმიტომ რომ მე უკვე როცა მქონდა ინტერესი მათ გააჩერეს ეს პროექტი, იმიტომ რომ ვინც ააშენა, თქვათ ვერ მართავდნენ. ხდებოდა პროდუქციის შენახვა, მაგრამ არ იცოდნენ რომ თქვათ არ შეიძლება სხვადასხვა პროდუქტი, მაგალითად, ანუ პირობითად კიტრი შეინახო რაღაც ვაშლთან ერთად, ვაშლი, პორტოხალთან, ანუ რაღაც ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, იქ სხვადასხვა ტენიანობა ჭირდება, სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი ჭირდება და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ნიუანსი და პროგრამა შემდეგ იქონდა ჩართული, თქვათ, იგივე ცნობადობის ამაღლება და თქვათ, იგივე განათლება, რაც ვიტყვი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის. სანდრო, დღეს ალბათ სოფლის მეურნეობა თუ წარუმატებელია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის საქართველოში ფაქტიურად არ არიან აგრონომები. ყველაზე სერიოზულ პრობლემას დღეს მე რასაც ვაწყდები, ეს არის რომ აგრონომი შესაბამისი ცოდნის აგრონომი ვერ ვნახე და დღეს თქვა ჩემი პარტნიორი, ვინც არის იოსებ გილაური, საკმაოდ წარმატებული ადამიანი არის თქვა ერთ-ერთი გამონაკლისი ცალხელზე ჩამოსათვლელ ადამიანებს შორის, ვისაც რაღაც გარკვეული გამოცდილება აქვს და თქვა მანაც ეს გამოცდილება რაღაცა ბოლო წლების განმავლობაში თავის ინტერესიდან გამომდინარე დააგროვა. თუმცა საქართველოში რო ვთქვათ, რომ აი ყავს აგრონომი და რაღაც მიმართულებით შეიძლება ვიღაცამ აგრომიმართულებით გაუწიოს, ვთქვათ, პროექტს მენეჯმენტი არის ძალიან ცოტა. იმდენად ცოტა არის, რომ ანუ აგრომენეჯერის, აი ვთქვათ, იგივე აგრონომის გარეშე წარმოიდგინეთ, რომ აი პროექტის გარეშე სახლი ააშენო. სახლი ააშენო. აი პროექტი რო არ არსებობდეს და გითხრან, რომ აი ფული შეიძლება კონდეს უგლები, არ ვიცი, მასალებიც, ყველაფერი, მაგრამ ნუ პროექტი არ კონდეს, მაგრამ გითხრან, რომ აი მინდა 16 სართულიანი სახლის აშენება, რაღაცა კვადრატულობა მოგიხაზო, კი? ააშენებ
მაგრამ ნუ ახლა წარმოიდგინე რომ იქ გაყვანილობა ჭირდება, ვენტილაცია ჭირდება, კანალიზაცია, ანუ ძალიან აი ბევრი ნიუანსია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ერთწლოვან კულტურაზე გვაქვს საუბარი, როგორც იგივე სალათის ფურცელი არის, აი წარმოიდგინეთ, რომ სალათის ფურცელს მოვლა როგორ ჭირდება, იცით, როგორც აი ახალშობილ ბავშვს. რომ აი დააძინებ და მაგალითად სამი შვილის მამა ვარ და ბოლო თუმეტეს გოგო უნდა მყავს 8 წლის იყო საბედნიეროდ აი რაცია რო დაყენებული გაქვს და თან მეთვალყურეობ რომ კამერით უყურებ ასე შემდეგ ანუ აი წარმოიდგინეთ აი ესე დაახლოებით ეხლაც კი დაყენებული მაქვს თქვა მეურნეობაში დაახლოებით 35 კამერა ანუ ყოველ საათობრივად ძალიან ხშირად ხდება აი თქვა დაკვირვება და აგრონომი ყოველდღიურად მიდის და უყურებს თქვა რა ჭირდება, რა მეხوار, იმიტომ რომ იქ შეიძლება დღეებს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს. ამიტომ თუ აგრონომი არ გეყოლება, კარგი, თუ ბიზნეს პროექტზე საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ეხლა რაც შეეხება კოოპერაციას, ალბათ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ქართველებს პირველი რაღაცა ცოტა მენტალურად გვაქვს რაღაც პრობლემა, რომ აი მე უფრო კარგი ვარ, ვიდრე შენ და აი ჩემი რაღაცა კიტრი ჯობია შენსაც და მე ვარ კი. ანუ არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ მე ხა არაერთ ადგილობრივ ფერმერთან მქონია შეხება, იმიტომ რომ ყველა ფერმერს ვეძახი არ მაქვს მნიშვნელობა, ეხა იქ 200 კვადრატული აქვს მიწა 2000 თუ 2 ჰექტარი აქვს. რა თქმა უნდა და ნუ საბოლოო ჯამში იცი რასთან მივდივართ, რომ რაღაცა იმპორტირებული პროდუქტი გაცილებით უფრო ძვირი ძღირს, გაცილებით უფრო ხარისხიანია სტანდარტებში მოყვანილი, ვიდრე ადგილობრივი, თქვათ, ფერმერის მოყვანილი პროდუქცია, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი რაღაცა გარკვეულ ყურადღებას არ აქცევს, ანუ თქვათ, სწორად არ მოყავს და აი მე შემიძლია მოვიყვანო სალათის ფურცლის მაგალითი, იმიტომ რომ როდესაც დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა, თქვათ, გამოცდილი ადამიანი, ვინც ნახე იგივე ლაგოდეხში, თურმე სალათის ფურცლის მოყვანა 1 ჰექტარზე შეიძლებოდა დაახლოებით 7-დან 5-დან 7 ტონამდე ხა. იმიტომ რომ შემდეგ რაღაც დაზღვევაზე როცა ქონდა საუბარი, ანუ იქ ნორმები არის კომუნისტების დროიდან და ნუ თქვა დაზღვევენ ჰექტარზე 5 ტონას, მაგრამ დღევანდელ რეალობაში შესაძლებელია მოიყვანოთ 15-დან 20 ტონამდე. ანუ გესმის სადავართ, ანუ აბსოლუტურად სულ სხვა რეალობა არის დღეს. ამიტომ თქვათ ის სტანდარტები, რასაც იგივე ცოტა ხო იცი უტყდებათ ვიხმარ ამ სიტყვას რა, რომ აი გლეხს რო ეძახი, არა კი ბატონო, ფერმერები დავარქვათ, ვინც არიან და ვინც დაკავებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ანუ იმ რეალობას არიან აცილებული ხშირ შემთხვევაში, ცით რა თვლაც უჭირთ, ანუ ფინანსებთან, ანუ ფინანსურადაც დათვლილი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება პროექტი დათვლილი არ ქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა X თანხა უჯდება, ანუ ყოველთვის რითი საზღვრავენ, სანდრო იცი, რომ აი დახლზე რაღაც პროდუქტი თუ ღირს პირობითად 10 ლარი, გონია რომ ნუ შეუძლია ის 10 ლარად მიიტანოს და ხშირ შემთხვევაში ეს არ არის. ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდმაც გვანახა, რომ ანუ შენ ამ პროდუქციას ლოგისტიკა ჭირდება, ამ პროდუქციას კალიბრაცია ჭირდება, ამ პროდუქციას ხარისხი ჭირდება, ანუ იგივე მაღალი კლასის ქსელური სუპერმარკეტები რო ვნახოთ, ანუ სათითაოდ არჩევენ პროდუქტს და ისე იღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ექცეს, იმიტომ რომ ბევრი ინსპირაცია მომეცი, ხა რაც საუბრე, აი ძალიან ბევრი ინსპირაცია მომეცი და მოდი ეტაპებად დავყოთ ეს საკითხები. პირველი, აი არ მინდა რომ ამოწუროთ, გავწდეთ ამ თემას, რასაც ქვია ამ შემთხვევაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ამაზე მინდა რომ კონცენტრირდეთ ჯერ, შემდეგ კოოპერატიული მეურნეობები, აი ბოლოს მინდა მაინც კითხო, მე ვიცი ხა მაინც რომ გარკვეული პროტოკოლი ხა შენ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან უკვე აღარ ისაუბრებ, მაგრამ მაინც მინდა რომ რიტეილების ნაწილთან კითხო, რიტეილების პრიზმაში კითხო აუცილებლად და შენი მოსაზრება მოვისმინო ელემენტარულად მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით დავიტოვებ ამ თემას, მაგრამ აი ისევ და ისევ ხა აი შენ ძალიან კარგი კომპონენტები ჩააქსოვე ახლა საუბარში და მოდი ხა გავყვეთ ამ ყველაფერს პუნქტობრივად და აი ხო ერთი საკითხი კიდე ხა თავარი საკითხია ეს არ მინდა გამოგრჩეს ხა აი მაგიტო ვიძახი რომ ბევრი ინსპირაცია მომეცით ხო აგრონომები და ზოგადად პროფესიონალი კადრები. ფაქტია დღეს და მოცემულობა არის რომ საგანმანათლებლო სექტორი დღეს ბიზნესს იმ კადრებს ვერ აწვდის რა დაკვეთას დღეს რეალურად ბიზნესს აქვს. ფაქტიურად ალბათ ამ მიმართულებით არც კვლევები არ არის ჩატარებული და შესაბამისად აი თუნდაც განათლების რეფორმაზე მიდის ხო დღეს მუშაობა და მე ალბათ ვისურვებდი რომ სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა კითხვა დაესვა ბიზნესისთვის რომ აი ვინ გჭირდებათ
რა პროფესიებზე არის განსაკუთრებული მოთხოვნა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე თვითონვე ვიცი, რომ აი აგროსექტორში თუნდაც ძალიან ბევრი მსხვილი საინვესტიციო პროექტი მარტო იმიტომ დაკენსელებულა, რომ უბრალოდ ადამიანური რესურსი არ არსებობს. აგრონომები არ არიან სათანადო რაოდენობით ქვეყანაში და ასე შემდეგ. არა, სათანადო რაოდენობით არა, აგრონომი საქართველოს არ ყავს. ხო, აი, ნუ კიდევ არ მინდოდა ეხლა კიდევ უფრო მძიმედ მეთქვა, მაგრამ ნუ, ოკეი, მოყვები აბსოლუტურად. სულ რაღაც ალბათ ცალხელზე ჩამოსათვლელ რამოდენიმე მსხვილ კომპანიას წარმოებელს, ეხლა რეკლამაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ აი ორ კომპანიას ვინც მახსენდება, ვისაც შეიძლება ყავდეს კვალიფიციური აგრონომი, თქვათ იგივე მე რო სალაიცფურთის პროექტი დავიწყე, რომ არა USAID-ის მხარდაჭერა და რო არა იგივე ის უკრაინელი აგრონომი, რომელიც ამ პროექტში ჩაერთო, მე ალბათ იმ თამასას ვერ ავწევდი დღეს რამდენიც ვარ აი გამოსავალი სადგესახებაში და აი როგორ უნდა მოხდეს აი ამ პრობლემის გადაჭრა, იმიტომ რომ რა წლები გადის ადამიანური რესურსის ნაწილი მარტო აგროსექტორში კი არა. ყველგან ეგრე არის ჯერ ესეთი, მაგრამ ახლა ჩვენი ფოკუსი აგროსექტორზე არის გასწორებული ამ შემთხვევაში. ადამიანური რესურსის ნაწილი უფრო და უფრო უარესდება. ანუ პროგრესი ამ მიმართულებით არ გვაქვს. რეგრესი გვაქვს რეალურად რა და შესაბამისად აი როგორ გესახება შენ თუნდაც იგივე აგროსექტორში აი ამ მიმართულებით ამ პრობლემის გადაჭრა აი რა უნდა მოხდეს რომ ანუ აი რაღაცნაირად მოვახდინოთ ადამიანური ვაკუუმის შევსება ხო აი ნახეთ რაღაცა აგრონომიას რატომღაც ყოველთვის ისე უყურებდა აი კომუნისტების დროიდან მოყოლებული რომ აი რაღაც თითქოს აი აგრონომი დამერწმუნეთ რომ აგრონომი ალბათ გამოცდილი აგრონომი ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება შემოსავლიანიც კი იყოს მით უმეტეს, როდესაც შეიძლება რომ კონკრეტულ რეგიონს უყურებდე და ეს უნდა მაინც ალბათ იცი რა დღევანდელ დღეს მე ვიტყოდი რომ მხოლოდ ბიზნესის ჩართულობით ეს ძალიან რთული იქნება, ალბათ რაღაცა კონკრეტული დაინტერესება უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდანაც, წახალისება უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც და თქვათ ერთ-ერთი პროექტი მე პირადად რომ სახელმწიფო მართვაში ვიყო, ალბათ რასაც გავაკეთებდი რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან თქვათ ისეთი როგორიც არის ჰოლანდია, ისეთი როგორიც არის ისრაელი, გამოცდილ აგრონომებს, რომლებიც ნუ ესე ვიტყოდი რომ უკვე პენსიაში არიან გასული, ჩამოვიყვანდი და რეგიონების მიხედვით გავანაწილებდი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან ფულს გამოვყოფდი, რომლებიც კონსულტაციას გაუწევდნენ ნებისმიერ ფერმერებს და რეგიონალური იგივე არ ვიცი, აი პირობითად ლაგოდეხის მერიას მივამაგრებდი 2 ან 3 აგრონომს და თქვა ამაში დავხარჯავ, იმიტომ რომ ეს დაეხმარებოდა ადგილობრივ ფერმერებს რაღაც ინსპირაციას მიცევდა, რომ სწორად წარემართათ ის პროცესები და ვთქვათ იგივე, ნახე რა არის რომ როდესაც შენ მიწის ანალიზი თუ არ გააკეთებ, ვთქვათ, აი რაღაც კულტურის მოყვანა გინდა. თუ სწორად არ არის მიწა განოყიერებული, ანუ იმ პროდუქტს ვერ მოიყვან, ან შესაბამისად მოიყვან იმ რაოდენობას, რაც კომერციულად შეიძლება იყოს უინტერესო. გარდა ამისა, ნუ იქ არის ძალიან ისეთი პროცესები, რომ აი რაღაც კონკრეტული კულტურა, რაღაც ჯიში როცა მოკავს, თქვათ, რაღაცა 2-3 წლის მერე მიწა თუ არ დაასვენ, იქ სედერატები თუ არ შეიტანე, ანუ ძალიან ისეთი, ნახეთ, ურთულესი პროცესი ხა. დღეს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ანუ ყველა ვისაც რაღაც მცირე საშუალება ყველა მიდის რომ აი ჩადოს დეველოპერული მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ და ნუ ხედავთ უკვე ჩვენი დედაქალაქი იგივე სამწუხაროდ ბათუმი და ასე შემდეგ რას დაემსგავსა ხო ნუ ეხლა ეს ხო უსაშუალოდ ვერ გაგრძელდება ხო უკვე რაღაცა მართლა ჰაერიც აღარ არის ამიტომ ეს მიმართულება სადღაც გაჩერდება და სადღაც გაიჭედება მაგრამ აგრონომია თქვათ არის ის მიმართულება სადაც არის huge potential, აი ულევი პოტენციალი არის, იმიტომ რომ მიწები არის цаრიელი ხალხო ხა. ჰოლანდია ჩვენზე პატარა არის, მაგრამ ევროპაში არის ლიდერი. ისრაელი, არ ვიცი, ანუ ექსპორტის მიმართულებით, ანუ მთელ სოფლიოს ამარაგებენ და ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს ყველაფერი, თქვათ მე, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ჩემი პარტნიორი მნიშვნელოვანი პარტნიორი ერთ-ერთი არის რიგცვაანი კომპანია, რომელმაც 2 წლის წინ მე წამიყვანა ჰოლანდიაში და მანახავ, თქვათ, რიგცვაანის თესლების წარმოებული თესლის მიერ როგორ ხდება ამ პროდუქტის მოყვანა სხვადასხვა ფერმერებთან და ნუ უბრალოდ შოკირებული ვიყავ, თქვა სად არიან, აი როგორ აგიხსნა, სანდრო, ძალიან მიჭირს შედარებაც კი, რომ აბსოლუტურად სულ სხვა ლეველზე არიან, რა თქმა უნდა და როგორ მოყავთ იგივე სასათბურე მეურნეობაში, როგორ მოყავთ ღია გრუნტზე, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ კლიმატური პირობა, მიწა, უბრალოდ ანუ აი ხო გესმით იქ არც მიწა არ არის, ანუ თან ჰოლანდიაში არის ზამთარი, 3 თვე არის სულ რაღაცა ნორმალური ამინდი, ანუ თუ არ ვწდები ივნისში ვიყავი ჩასული და ივნისშიც კი თქვათ აი დაახლოებით დღეს როგორი ამინდიც არის ჩვენთან მარტში ანალოგიური
ამინდი იყოს უწვიმს, მაგრამ არის ლიდერი ევროპაში და ჰოლანდიიდან ხდება მომარაგება ძირითადად. ამიტომ ამის პოტენციალი ჩვენ ქვეყანაში არის თუ შესაბამისი სწორად დაიხარჯა რესურსი და ვთქვათ იგივე სხვადასხვა პროექტებიდან დახმარებები სწორად წავა, რომ რაც არ უნდა ვთქვათ ფერმერს დავეხმაროთ ჩვენ ფინანსურად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გავუკეთოთ, იგივე მივცეთ იმის საშუალება, რომ ვთქვათ IAP კრედიტით ისარგებლოს, იგივე პროცენტი დაუფინანსოთ, ვთქვათ მან თუ სწორად არ წარმართა ეს პროცესები მისთვის დამღუპველი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ კულტურა იმით კი არ შეარჩიოს, რომ აი მაგალითად დღეს ბაზარზე ღირს 17 ლარი ბადრიჯანი. წინა წელს ღირდა 50 თეთრი. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წელს წავა ყველა და ბადრიჯანს დათესავს იმ იმედით, რომ ეღიბრება 17 ლარი და თვლიან, რომ ბადრიჯნის თვითღირებულობა პირობითად არის ლარი. ყველა მოიყვანს და შემდეგ მოუწევთ 20 თეთრად გაყიდვა ან გადაყრა, იმიტომ რომ მე არაერთი ფერმერი მინახავს, იგივე ლაგოდაში სამწუხაროდ, რომ მოიყვანეს გადაყრა. რაღაც პერიოდი იყო ნიორი ღირდა 40 ლარი, გავარდა ყველა ნიორი მოყვა. ამიტომ ეს არის ძალიან არასწორი. ჩვენ როდესაც იგივე მოდი დაუბრუნდეთ იმ კითხვას, როდესაც ფერმერების გამსხვილებაზე იყო საუბარი. კოოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ თუ არ მოხდა ვთქვათ გამსხვილება, არც ერთი იგივე ქსელური სუპერმარკეტის საინტერესო არ იქნება. შენ თუ სტაბილური მიმწოდებელი არ ხარ, რა თქმა უნდა, იქ შენ ადგილს ვერ დაიმკვიდრებ, რომ უთხარ რომ მე მომყავს, ანუ არიან ფერმერები, რომელსაც მომყავს პირობითად 10 ტონა. 10 ტონა კონკრეტული სუპერმარკეტის შეიძლება იყოს 3 დღის მარაგი. ხა, იმას ურჩევნია დაიჭიროს საქმე ივასთან, რომელიც პირობითად არის იმპორტიორი და დღეში აწვდეს სტაბილურად 1 ტონას, ვიდრე 3 დღე გადაერთოს სანდროზე, რომელსაც მოყავს რაღაც არ ვიცი, მხოლოდ და მხოლოდ წელიწადში 3 ტონა, თუნდაც მიცეს ნახევარ ფასში. მე თუ ვაწვდე პირობითად ლარად, შე რომ მიცე 50 თეთრად, არ უღირს, იმიტომ რომ მე ვყავარ სტაბილური მიმწოდებელი, ვისთანაც ურთიერთობის გაფუჭება არ უღირს. ამიტომ ვთქვათ, კოოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ქართულ მენტალობაში ამის გარდა ტეხას რაღაცა სწორი მენეჯმენტი ჭირდება, მე ესე ვიტყოდი და ჭირდება იგივე ლოგისტიკური ცენტრები, რასთან დაკავშირებითაც მე წლების წინ, როდესაც ასოციაციას ხელმძღვანელობდი და ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში იყოს ლოგისტიკური ცენტრები და ვთქვათ, იგივე მე ერთ-ერთი დაფინანსება, რაც ავიღე და ავაშენე, არც არ არის ეს მცირე ზომის არის დაახლოებით 1000 კვადრატული არის ჩემი ასაწყობე მეურნეობა, სადაც აგრეთვე არის დაახლოებით 70-დან ალბათ სადღაც 100 ტონამდე სამაცივე გაჩნია, რომელიც ხილიან ბოსტნეული შევა, აგრეთვე 3 კამერა მაცივარი არის, მაგრამ ეს ძალიან მცირე ზომაა, თუმცა მე ვთქვათ, იგივე ჩემ გარშემო ვინც არიან ფერმერები, რაღაცა კუთხით შემიძლია რომ ვთქვათ, ეს კოოპერაცია გავაკეთო, გაერთიანება გავაკეთო, მაგრამ ну ყველა სამწუხაროდ რაღაცა თავისი იცი რა მიმართულებით მიდის, მაგრამ ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, იმიტომ რომ თქვა ჩემი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი ვიტყოდი რომ კაპიტალი რაც არის ის ურთიერთობა იგივე რიტეილ სექტორთან, სადაც საკმაოდ მაღალია ნდობა, იმიტომ რომ მე თუ კონკრეტულად რაღაცა ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და რაღაცა კონკრეტულ მიმართულებით ჩვენ ერთმანეთთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, ზუსტად იციან რომ მე ამას შევასრულებ, იმიტომ რომ გარდა სალადის ფურცლებისა, თქვა მე ვარ ერთ-ერთი ფლაგმანი საზამთროების პორციულის, ეგრეთ წოდებული უკურკო საზამთროების, რომელიც აგრეთვე სადღაც პირველად დავიწყე 4 წლის წინ, იმიტომ რომ სალადის ფურცლებს აქვს თავის პერიოდი და მრჩებოდა ზაფხულის პერიოდი ცარიელი და ამ პერიოდში შემეძლო რომ თქვა კულტურის ჩანაცვლებისთვის ძალიან კარგი იყო და თქვა ცარიელი რო არ ყოფილიყო მიწა, იგივე კომპანია რიცვანმა მომაწოდა ეს მშვენიერი აზრი, რომ არის ესეთ საზამთროები, თქვა როგორც არის რაღაცა portion size less seeds და დავიწყეთ ამ საზამთროების მოყვანა, რომელიც არ ვიცი, აი მისი ზრდა მოხდა დაახლოებით ალბათ რეალიზაციის გაათმაგდა, გაუცმაგდა, ანუ რაოდენობა რაც არ უნდა მოვიყვანოთ, ანუ მაგალითად ეხლა ერთ-ერთ ბრენდულ სუპერმარკეტთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და ნუ დავასრულეთ უკვე ფაქტიურად და კონკრეტულად ამ სუპერმარკეტისთვის
გამოვიყვანეთ ჩითილი და დაახლოებით ალბათ რაღაც 2-3 კვირაში გადავრგავთ უკვე ღია ძალიან გრუნტზე, მაგარია. სადაც მოვიყვანთ, ანუ შეძრუყები. ნახეთ აქ არის საუბარი 100-დან დაახლოებით 120 ტონაზე. ანუ მე აი მასშტაბს ნახეთ, მე ამ მასშტაბს მივედი, მოველაპარაკე. ხა არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ წავლენ, აი მოეწონათ, რომ ივა მოიყვანა რაღაცა პატარა პორციული ზომის აზამთრო და ნუ ივა თუ ყიდის, მეც მოვიყვან, გავყიდე. ესე არ ხდება ის, როდესაც მოიყვანს 10 ტონას, ის 10 ტონა კი შეიძლება ვიღაცამ აიღოს ხათრით ან რაღაცა, მაგრამ კომერციულად რო დათვალოს, ანუ იქ ძალიან ბევრი ხარჯია, სანდრო, გარდა იმისა, რომ სწორად უნდა მოიყვანო, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცა სტანდარტებში იყოს და ჩემი პროდუქციის მიწოდება ნებისმიერ სარეალიზაციო ობიექტებთან ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსული პროდუქტის ანალიზს ვაკეთებთ. ერთ-ერთ ლაბორატორიაში და ამ ანალიზის საფუძველზე უკვე რა თქმა უნდა ვაწვდით, რომ ეს არის ჩვენს მიერ მოყვანილი, sadაც ივა, ერთი საკითხი ნიტრატები და ასე შემდეგ არის ნოლს ხვევი. ერთი საკითხი მექნება, აი ძალიან დიდი მადლობა რა, მართლა სიგრძნისეულად მინდა სანდრო ახსნა ყველაფერი, რომ ეს იყოს რაღაცა ინსპირაცია მომავალი ფერმერებისთვის. მასტერკლასია, მართლა მასტერკლასია, გულწრფელად გეუბნები, აი იმდენად საინტერესო დინამიკაში მიდის ჩვენი საუბარი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. ეხლა სხვათა შორის აი კიდე ერთხელ მინდა რომ აი ამ საკითხს ჩაუბრუნდე, რასაც ქვია აი ბაზრის და ზოგადად აგროსექტორის დასტიმულირება. ეხლა სხვადასხვა რეცეპტები ითქვა, არაერთგზის ეხლა ძალიან ხშირად გვესმის რეცეპტი თუნდაც იგივე კოოპერატიული მეურნეობების განვითარების შესახებ, რომელსაც ჯერჯერობით ხორცი ვერ შეესხა. ბევრი მიზეზია, ბევრი ფაქტორია, შესაბამისად ამაზე კიდევ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. იქ არის მათ შორის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლის და კომპონენტიც, რაც სახელმწიფოს დიდი ხანია გააჩნია, აი მაგალითად იგივე დემპინგთან ბრძოლა პირობითად და ანტიდემპინგური აქტივობების დასტიმულირება და ასე შემდეგ და ასე. ამასთან დაკავშირებითაც მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი შენ რო ანტიდემპინგური აქტივობები შემოიტანო, ჯერ წარმოება უნდა გქონდეს იმ რაოდენობით, რომ მერე დავაყენოთ სასწორის საპირწონეთ პირობითად ქართული თუ იმპორტირებული. თორე, ეხლა რა თქმა უნდა რომ ქართულისკენ ვიხრებით და რა თქმა უნდა ქართულს გულშემატკივრობთ და რა თქმა უნდა ქართულს ვლობირებთ, ამას ხო ზედმეტი რევერანსი არ ჭირდება, ეს ფაქტია და მოცემულობაა. მაგრამ თავარი კითხვა ეხა რეალურად შეგვიძლია თუ არა იმ რაოდენობის წარმოება, რომ აი უკვე დავაყენოთ დღის წესრიგში, რომ იცი რა არის, მოდი დავასტიმულიროთ ქართული და ჩაუკეტოთ გზა პირობითად იმპორტირებულ პროდუქციას, ამ შემთხვევაში აი ბევრი შეიძლება ვიდაოთ, ხო? მათ შორის ეს იდეაც არსებობს, რომ აი მოდი მაგალითად დავასტიმულიროთ ქართველი მეწარმე ამ კუთხით. მესამე ნაწილი ზუსტად რიტეილებს უკავშირდებოდა, იმიტომ რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ანუ იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი კომპონენტი ზუსტად ის იყო, რომ აი მოდი ამ შემთხვევაში ქართველ მეწარმეებს შეუწყოთ ხელი. ქართული წარმოება დავასტიმულიროთ და ასე შემდეგ. ანუ მე კიდევ ერთხელ ვიძახი რა, რომ ნებისმიერ ინიციატივას გულწრფელად მიუყვები. ყველა რეფორმას აქვს თავისი ლოგიკა და ყველა რეფორმას აქვს თავისი როგორ ვთქვა დიადი მიზანი, ხო? მაგრამ რამდენად განხორციელებადია ის პრაქტიკაში, აი ეს უკვე სამსჯელო საგანი არის, თორე ინიციატივა და რეფორმა ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია და რა თქმა უნდა საჭიროც არის. მაგრამ აი ხა ამ შემთხვევაში აი მე მაინტერესებს ივა ჯამში როგორ გესახება აი თუნდაც იგივე საკანონმდებლო მიმართულებებით, თუნდაც იგივე მათ შორის აი მენტალური ცნობიერების მიმართულებებით, სახელმწიფო ჩართულობით, ეკოსისტემის ჩართულობით, აი როგორ გესახება შენ აი ფორმალიზება და კონცენტრირება სოფლის მეურნეობის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს უნდა იყოს თვითქმარი ქვეყანა. სამწუხაროდ არ არის. საქართველოს მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს იმპორტის მაჩვენებელი.
სამწუხაროდ ვერ დაგვყავს. სალდო ისევ და ისევ უცვლელია, ხშირ შემთხვევაში იზრდება კიდეც. ქართველ ფერმერს ისევე პრობლემა აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომი. ანუ რეალურად პრობლემების სპექტრი მაინც პრობლემების სპექტრად რჩება, მიუხედავად სახელმწიფოს ბევრი მცდელობისა. და კიდევ ერთხელ ვიზახი, არ ვაკრინებ არც ერთ შემთხვევაში პირიქით, მიუყვები ხოლმე როგორც წესი მოტივაციაში, უბრალოდ ყოველთვის მინდა რომ ვიმსჯელოდ რამდენად გამოსვლადია ეს ყველაფერი. შესაბამისად, აი რაც ჩამოვთვალე ახლა, ხო აი კონკრეტული რეცეპტი შეიძლება სხვადასხვა მიმართულებებით არის მიმოფანტული, მაგრამ აი როგორ შეიძლება ამ ყველაფრის აი ფორმალიზება და კალაპოტირება? მოდი ახლა ვისაუბრე ხა როცა დემპინგზე გვაქვს საუბარი, ხა დემპინგზე ალბათ არასერიოზულია, როდესაც ჩვენ ქვეყანაში თქვა წარმოება არ აგაგდა. ხო, აი მაგას გაუცი გაცვლა რომ სადღაც რაღაცა დემპინგური ფასით ჯერ იქ წარმოებული არის და დემპინგური ფასი შემოიყვანეს, ალბათ არასერიოზულია. გარდა ამისა, ხა ვთქვა იგივე იმპორტის ჩაკეტვა დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ხედავთ, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქტი გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თუნდაც იგივე ჩვენი მეზობელი თურქეთიდან იმპორტირებული, ამიტომ თქვათ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, იმიტომ რომ დეფიციტი იქნება და შესაბამისად ეს უბრალოდ დანაშაული იქნება მოსახლეობის წინაშე. გარდა ამისა, აი მაგალითად მე იმას აქ შორ საბჭოთა კავშირის პერიოდი, ასე თუ ისე რაღაცა უნდა მაინც მახსოვს და საქართველოს იყო ერთ-ერთი ძირითადი ექსპორტიორი, საიდანაც გადიოდა მანდარინი და პორტოხალი და ნუ არა მარტო მაგ პერიოდში, ანუ ჩვენ გვახსოვს რომ 2007-2008 წელი რამდენი მძიმე იყო ჩვენთვის, როდესაც ემბარგო დაგვადო ჩვენმა ჭრდილოვანმა მეზობელმა რამდენად გაგვიჭირდა, ანუ რა რაოდენობა ქონდა, რომ ჩვენ ქვეყანასაც ვაკმაყოფილებდით და ექსპორტზე გავქონდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ საქართველოში არც თუ ისე ცოტა არის იმპორტირებული იგივე მანდარინი და ნუ პორტოხალზე უკვე აღარ ვსაუბრობ. მათ შორის როდესაც ჩვენ იგივე საზამთროც ექსპორტზე გავქონდა, დღეს ხდება ნაადრევი საზამთროს იმპორტი საქართველოში, თქვა არ მაქვს იმ პორციულ ჯიშებზე, რომელიც მოყვანას დავიწყა, იმიტომ რომ რაღაც ასე თუ ისე უცხო. ამიტომ რაღაც იმაზე საუბარი, რომ ჩვენ იმპორტი ჩავკეტოთ, ჩვენ ადგილობრივ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ, სანდრო, ამიტომ იმას ვიძახი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯერ ადგილობრივი ბაზარი იმდენად დავაკმაყოფილოთ, რომ შემდეგ ვიფიქროთ, ცირა ექსპორტი ხანდახან უფრო უმარტივდება და მათ შორის იგივე ჩვენი ჭრდილოვანი მეზობელი ძალიან ცუდი მაგალითია იმისთვის, რომ იქ შეიძლება რაღაცა ნაგავი შეტენო და გაიტანენ, იმიტომ რომ ეს იგივე იქ ცენტრში, თქვა იგივე დედაქალაქში ნაკლებად იყიდება, თუმცა პერიფერიებში თქვა მარტივად გადის ჩვენი რაღაცა მეორე, მესამე ხარისხის მანდარინი იქნება, ვაშლი იქნება თუ ასე შემდეგ. ასე რომ ისევ რასთან მივდივართ, რომ სწორ აგრონომიასთან მივდივარ და გარდა ამისა ხარ, როდესაც ისევ იმ მაგალითს მოვიყვან, როდესაც საუბრობდით სალეც ფურცლის ნორმა იყო 5-დან 7 ტონამდე, დღეს არის 15-დან 20 ტონამდე. ანუ იგივე აი საზამთროს მიმართულებით, იგივე ვაშლის მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით, ანუ აგრონომია განიცდის საკმაოდ ისეთ დიდ ევოლუციას, ხო და თუ ამას არ გაყევი, მაგალითად მე ყოველ წლიურად აი ახლაც ერთ თვეში მიწევს გამოფენაზე წასვლა მინიმუმ წელიწადში ვთქვათ ერთხელ თუ ორჯერ არა, დავდივარ გამოფენებზე, სადაც გარკვეულ შეხვედრები მაქვს, სადაც გამოცდილებას მიზიარებენ, სხვადასხვა ვთქვათ ახალი ჯიშები შემოდის, რომელიც რაღაც უფრო ისეთი ჰიბრიდული ცუდი სიტყვა არ არის, ეს არის გამძლე, ვთქვათ იგივე აი როგორც აი ზამთარში ვთქვათ ვაქცინას უკეთებთ, ხო, მე ჩემი ოჯახის წევრებს შვილებს ვაქცინაციას უკეთებ, რომ არ შეეყაროს რაღაცა ვირუსი. ანუ დაახლოებით იგივე არის ეს ჰიბრიდული ჯიში, რომელიც არის გამძლე შენ კლიმატურ პირობებზე, ეს აი ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ვთქვათ იგივე იმ წარმოებლისგან გარკვეული გამოცდილება აიღო, რომ რა შეუძლია თუ იყო რაღაცა ვთქვათ ჯიში პომიდორის, რომელიც ისხავდა 20 კილოს და ეს იყო ვთქვათ რაღაც პირობითად არ ვიცი 50 ცალი, დღეს შესაძლებელია იგივე იყოს ვთქვათ მოიცხას 30 კილო იყოს 70 ცალი. და ბევრი რაღაცა ისეთი არის, რაც მნიშვნელოვანი არის განვითარებისთვის და თუ ეს ცოდნა არ გაგიზიარა ვიღაცამდე ხა მით უმეტეს ჩვენთან ხა ფერმერები ვინც არიან ჯერ ისედაც სამწუხარო ძალიან ცოტაა დარჩენილი სოფელში ხა ახალგაზრდობა ვინც არის ყველა წამოსული აქ რაღაცა ურჩევნია რომ პირობითად დაждდეს ტაქსზე და ტაქსში ეძინოს მანქანაში ეძინოს, ანუ ნახეთ ფინანსურადაც დათვლილი არ აქვს მისთვის რამდენად შეიძლება პრიორიტეტული იყოს თავის ოჯახთან ყოფნა იგივე რეგიონში და სწორად რომ მოიყვანოს პროდუქტი რამდენად არა მარტო რომ თავის სასარგებლო იქნება, ქვეყნისთვისაც რამდენად პრიორიტეტული არის. ასე რომ
ვფიქრობ, რომ აქ სახელმწიფოს სწორი ჩართულობის გარეშე ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი ერი, როგორიც ქართველი ერი ვარ, დღეს გადატეხო, რომელსაც სამწუხაროდ კომუნისტების პერიოდში რაღაცას მიგვაჩვიეს, რომ ჩვენ შეგვეძლო რაღაც საქმის კეთდება 20 ლიტრიანი ღვინით და რაღაცა 1.5 რა ქვია, კონიაკი თუ ბრენდი, რომ წაგვეღო და მოგვეძინა, იმიტომ რომ დღეს რეალობა აბსოლუტურად სულ სხვა არის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ერთ-ერთი გამოსავალი მე რასაც უყურებ, ეს არის, რომ უცხოელი გამოცდილი აგრონომების ჩამოყვანა, ვინც რა თქვა რეგიონების მიხედვით დაალაგებს, თუნდაც იტყვის, რომ აი კახეთში ხო ლაგოდეხი ზონა, ხო? ანუ კახეთია, სადაც მე მომყავს, თან რატომაც ყველას გონია, რომ მომყავს ყურძენი და ვაკეთებ ღვინოს, რატომაც ანუ ვერ წარმოვიდგენ ხა. რამოდენიმეჯერ თქვა იგივე ჩემ სოციალურ ქსელში რომ დავდე რომ სალცფურცელი მიჭრობს, ყველამ წარმოვიდგენ კომბოსტო მოყავს, ანუ არ არის კომბოსტო, ეს არის კონკრეტული ჯიში აისბერგი. ანუ აი ხო გესმის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც კი, ანუ ლაგოდეხშიც მიკროზონებად არის დაყოფილი, სად რომელი კულტურა, აი შეიძლება დაახლოებით 10 კილომეტრში იყოს მიწა, სადაც იქ უკეთესად მოდიოდეს, არ ვიცი, ან სიმინდი, ან კივი, ჩემთან უკეთესად მოდიოდეს, თქვათ, ბადრიჯანი ან საზამთრო, რა, ანუ ბევრი ნიუანსი არის. სანდრო, აი ისევ ნახეთ ადმინდორად იგივე მიწის ანალიზი, ასე ეს არის რა გითხრა, აი მთელი ფილოსოფია არის, აგრონომია, თუმცა ეს თუ ერთხელ დაალაგდა, იცი რა, მე მარტივი იქნება იგივე რომ საუბრობდე ხა ერთ-ერთ სუპერმარკეტს ქსელთან, რომელთანაც მოლაპარაკება მქონდა და ჩვენ შევთანხმდით, ანუ ჩამოვლენ ჩემთან, ნახავენ, ანუ რა მასშტაბზე არის საუბარი, ანუ თვითონ თხოვს, რომ აი რამდენად შესაძლებელია ივა, რომ აი თქვათ იგივე გააერთიანო ფერმერები, ვინც ერთგვაროვან პროდუქტს მოიყვანენ, შემდეგ დააფასოებ, კი ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტული ხა ალბათ გამოფენაზე რომ მიდوار დასაფასოებელი აპარატია, რომ იგივე ზუსტად ვიცი, გარშემო ფერმერებს სხვადასხვა პროდუქტები რომ მოყავთ, უბრალოდ ვერასაღებენ, ძალიან უჭირდა, შეიძლება რომ თქვათ იგივე რაღაცა კონკრეტულ დავალება მიცა, იგივე ფინანსურად დაეხმარო, რომ ერთგვაროვანი პროდუქცია მოიყვანო, თუნდაც რაღაცას, რასაც მოიყვანო, რაც ერთგვაროვანი იქნება, ჩავიბაროთ, შემდეგ მოხდეს ამის უკვე დაფასოება, სწორად შენახვა მოხდეს, ან რომ ამაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ანუ პროდუქტს რომ ანუ მაგალითად სალადის ფურცელი, როდესაც იკრიფება, ანუ ძალიან სწრაფად ხდება მისი შეტანა სამაცივრო მეურნეობაში, ის ანუ გარე პერიმეტრზე რო დატოვოდა ან არასწორ კლიმატურ პირობებში, თქვა სიცხეში, ის გაფუჭდება, აგრეთვე არის საზამთრო, ანუ იქ ტენიანობა ჭირდება, რაღაც ტემპერატურა ჭირდება, ხა. ესე მოკრიფე, დაყარე, თაკარამძაზე, ანუ ეს არ ხდება და მათ შორის მნიშვნელობა რა აქვს, დარგვის პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რა პერიოდში ირგვება, მოკრეფასაც მნიშვნელობა აქვს, რომ ანუ ამის მოკრეფა პირობითად არ შეიძლება, თქვა შუა დღისას 11 საათიდან თქვა 5 საათამდე, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა არის. აი ეს არის ის ნიუანსები, რომელიც ბევრს უბრალოდ არ ესმის და სწავლა, ну ძალიან მნიშვნელოვანი არის სწავლა, განათლების მიღება ამ მიმართულებით და სულ აი მეც და ჩემი პარტნიორებიც ვართ სულ აი ნახეთ ყოველ მიუხედავად იმის რომ თქვა ეხლა უკვე სადღაც თუ არ ვცდები მე-9 მოსავალი მოყვავს, ჯერ კიდე სწავლის პროცესში ვართ. აი ჯერ კიდე აი ეხლა მე ჩემ თავს შევადარებდი მაგალითად ალბათ როგორც აი მე-5 კლასის მოსწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა შემიძლია თამამად თქვა, რომ სალადის ფურცლების მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ვარ საზამთრო მიმართულებითაც. ვარ მე-5 კლასელი. აი დაახლოებით რომ კონდეს წარმოდგენილი ჯერ კიდე რამდენი მაქვს, რომ მე აბიტურიენტი გავხდე, შემდეგ დავამთავრო და ხო გესმის, ანუ კაი ალეგორია ძალიან. რაზეა საუბარი, ამიტომ თუ ამ გამოცდილების შემდეგ გაზიარება სწორად არ მოხდა, თუ ვიღაცამ რაღაც ახალი გამოცდილება არ გაგიზიარა, იმიტომ რომ თქვა იგივე მასშტაბი თურქულთან, როდესაც გვაქვს საუბარი, თურქული პომიდორი, თურქული კიტრი, თუ ღირს ბაზარზე 8-10 ლარი, ქართული ღირს რაღაცა, თქვა 15-დან 20 ლარამდე. ძალიან ბევრი ნიუანსია და მათ შორის გამოცდილებაც, რომ ანუ შენ შეგიძლია მოიყვანო 10 ტონა და მოყავს 7 ტონა ან 6 ტონა აქ. მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხი ალბათ ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად დროც არ გვეყოფა ამისთვის, თუმცა ყოველთვის ზათვარ და გამიხარდება, რომ თუ შევძლებ ჩემი გამოცდილების გაზიარებას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქართველი ფერმერები, ანუ პატარ-პატარებზე მაქვს საუბარი, აი გლეხები უფრო დავარქვათ, ვისაც გაერთიანება კოოპერაცია არ უნდა, სხვათა შორის გქონდა ამის მცდელობა USA-იც, რომ აი თუ გაერთიანდებით, თქვა 10 ფერმერი მოხვალთ, მოგცემთ სესს, სადაც თქვა ჩვენ დავაფინანსებთ 80%-ს სასაწყობე მეურნეობას, მაგრამ ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ რაღაც ერთმანეთში ხედავდნენ
კონკურენტს. არ არსებობს საქართველოში ერთმანეთის კონკურენტი ვერ იქნები თუ სწორად დაალაგე. ანუ თუ სწორად მოხდა დაალაგება, რა თქმა უნდა, შენი შრომა დაფასდება, მაგრამ თუ არასწორად მოხდა, საბოლოო ჯამში მაგალითად ისე რასთან მივდივართ, იცით, რომ აი წავიდა ყველა მოიყვანა ბადრიჯანი, ხო? ანუ მე ხდება დემპინგი, ანუ ფასის ოღონდ აქ შიდა დემპინგზეა საუბარი, რომ ანუ ვიღაცა მიიტანა აი ჩემსას მოდი რა მიიღე 2 ლარად, ვიღაცა მივიდა იმდენი აქ, რომ ოღონდ შენაიღა ლარნახევრად მოგცა, მე ვიღაც მიდის ლარად, ანუ ბოლოს ლპება უკვე, ანუ ხო გესმის, ანუ პირობითად ვიძახი ნიგზიანი ბადრიჯანი რესტორანში ისე 20 ლარი ეღირება, მაგრამ ბადრიჯნის ფასი იქნება 50 თეთრი პირობითად. მე იქნება 17 ლარი. ანუ ნახე, აი ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი არის, რომ თუ ჩვენ ქვეყნის განვითარება გვინდა, ეს ყველაფერი შესაძლებელი არის, რომ აგრო მიმართულებით დაალაგდეს, უბრალოდ ამას ჭირდება ძალიან სწორი მენეჯმენტი და რა თქმა უნდა, მე ისე ვიხრები ჩვენი პარტნიორების, როგორც ახლო აღმოსავლეთიდან, როგორც არის ისრაელი, აგრეთვე რა თქმა უნდა ევროპიდან, რომ ეს გამოცდილება გავიზიარო და ერთ-ერთი დიდი ლოგისტიკური ცენტრი მათ შორის გარდა ჰოლანდიის არის იგივე პოლონეთში, საიდანაც ხდება განაწილება, იმიტომ რომ იგივე შენახვას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის პროდუქტი, იმ პროდუქტის ვარგისიანობა შეიძლება იყოს 3 დღე, შეიძლება იყოს 3 კვირა. სწორი შენახვის პირობებში. აგრეთვე რა თქმა უნდა, სავაჭრო ობიექტებშიც სწორი შენახვის პირობებში, რომ იგივე სხვადასხვა ჩვენ ნახავთ არაერთ ბრენდულ სუპერმარკეტში, როდესაც იგივე შეფუთული ბრენდული შედის ბოსტნეული, მწვანილი ასე შემდეგ, ნახავთ რომ თავის ბრენდული ან მაცივარი უდგას, რომ სწორ პირობებში ხდება შენახვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უსაფრთხოც იყოს ამავდროულად ჯანმრთელობის შეიძლება თქვა უსასუქოდ მოიყვანო რაღაცა, მაგრამ ნუ თუ სწორი შენახვის პირობები არ არის, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს. ასე რომ სოფლის მეურნეობა ისევ დაუბრუნდები, რომ მთელი ფილოსოფია არის და იქამდე რომ მივიდეთ ჩვენ რომ მოხდეს კოოპერაცია და იმ ადამიანების გაერთიანება, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანებმა ერთგვაროვანი პროდუქტი მოიყვანონ. აი ამას აქ ძალიან ივა აბსოლუტურად გეთანხმები და ეს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ მართლა საინტერესო აქცენტებისთვის და მოდი ჩვენი საფინალო თავი ჩვენი საუბრის და ნუ აი ფაქტიურად ჩავაქსოვეთ ახლა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი უფრო სიღრმისეულად მინდა რომ გავშალოთ და მაინც შენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინო შენი პოზიცია და მე არაერთგზის მომისმენია სხვათა შორის ბევრი მეწარმისგან, ბევრი წარმატებული ქართველი მწარმოებლისგან, ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი ფერმერისგან ძალიან ბევრი არ ყავს ასეთი, მაგრამ ვინც ყავს ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მათგანისგან მომისმენია, რომ აი მაგალითად საქართველოში რა ექსპორტზე გვაქვს საერთოდ ლაპარაკი, როდესაც ანუ აი ადგილობრივ რიტეილებთანაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობა და სუბორდინაცია. ასეთი მოსაზრებები არის. ეს ფაქტია, ამას ვერ გავექცევით. შესაბამისად და არის ამაშიც ლოგიკა, გარკვეულწილად. მაგრამ მე მინდა რომ აი უფრო კომპლექსურად შევხედოთ ახლა ამ საკითხს. რიტეილთან ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი, როგორც მივხვდი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი. დღეს ყველაზე აქტუალური და ალბათ საკითხი, რამაც განაპირობა დისტრიბუტორთა ასოციაციის შექმნა 10 წლის წინ. 10 წლის წინ, 2016 წელს. ძალიან კარგად გახსოვს შენ. ძალიან კარგად მახსოვს რომელია. სხვადასხვა ახლა მაგურებამაც ძალიან კარგად იცის, წლებს ითვლის აგერ ჩვენი მეგობრობა და ვიცი რომელია არაერთგზის არაერთ ეთერში გვისაუბრია ამ თემებზე, გამოწვევებზე. ასოციაციის შექმნამდეც კი ეს იყო 2000 თუ არ ვცდები 13-14 წელს დავიწყეთ ჯერ კიდე. კი ბატონო. ძალიან დიდი პრეისტორია აქვს ამ ყველაფერს. ივა, მოკლედ ესე იგი შესაბამისად გამიშთა ეს ინსპირაცია, მიხარია რომ ესე ემოციურად აღევი ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ ამას ძალიან კარგად განავრცო. მოდი მედლის ორივე მხარეს შევხედოთ. მედლის ორივე მხარეს, როგორც გამოწვევების ნაწილში, პრობლემურ ნაწილში, ასევე პოზიტიურ ნაწილში. მე მინდა აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავსახოთ შენი მხრიდან რეცეპტი, რომ აი რეალურად რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული დღეს, მაგალითად ქართველი ფერმერის, თუნდაც ინტეგრირება ქსელებში. რატომ თუ არის ეს პრობლემა, ეხლა არ მინდა რაღაც არც რიტორიკულად, არც წინასწარ არ მინდა ჩემი პასუხი ჩავაქსოვო ჩემს კითხვაში, უბრალოდ თუ არის ეს პრობლემა, რამდენად ხილულია ეს პრობლემა და რამდენად გმართებს ამ ყველაფრის გადაჭრაზე მუშაობა, იმიტომ რომ მართლა ვიზახი, ჩემთვის ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანი, ფერმერი, აგროსექტორში ჩართული ბენეფიციარი სუბიექტი დღეს ამაზე საუბრობს და მე მათ პოზიციას რეალურად არის კომპონენტები, რაც ვიზიარებ, მაგრამ არსებობს მეორე ობიექტური დათქმებიც. სადაც ეხლა ჩემი მოკრძალებული აზრით, ხო ეხლა
აუცილებელია საქმის შესწავლა და არა ის, რომ გინდა თუ არა ფასები დავწიოთ, გინდა თუ არა ხო, ეს ან გამოსვლადი, ან არ არის გამოსვლადი, ხო? ამიტომაც ჩვენი მიზანი არის, რომ რეცეპტი ვიპოვოთ. ამიტომაც მინდა, რომ აი შენთან ერთად საუბარში და დიალოგში მედლის ორივე მხარეს შევხედოთ და ორივე მხარეს შევაფასოთ. თავისი დადებითი და თავისი უარყოფითი ასპექტები. ხო, მოდით ყველაზე მნიშვნელოვანი დავიწყოთ, რომ არასწორია და მოსახლეობის შეცდომა შეყვანა, როდესაც მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გავაიაფებთ და რაღაცა ღირს ძალიან ძვირი, როდესაც შენ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი არის კონკურენცია და მით უმეტეს, როდესაც შენ ხარ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და მაგალითად იგივე ბოლო პერიოდში მოვლენებმა გვანახა, რომ საწყობის ფასი დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული, როდესაც საერთაშორისო ლოგისტიკაზეც უარყოფითად დაისახა და ადგილობრივ ლოგისტიკასაც საკმაოდ მძიმე დააწვა. ეხლა დღეს რა თქმა უნდა ფასში ეს არ არის ასახული, მაგრამ ეს თუ გაგრძელდა რაღაც პერიოდი ფასის გაიაფებაზე არ არის ზოგადად საუბარი, ალბათ კიდევ უფრო მეტად გაძვირდება. ხა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი რაღაც ფასი გაიაფთეს, როდესაც კონკურენცია ძალიან მაღალი არის, აქ არავის ვერავინ ხელოვნურად ფასს ვერ გაზრდის და ეს მიხარია, რომ ნახეს კიდევაც, ანუ საბოლოო ჯამში რაღაცა მსჯელობა რომ მიდიოდა, მეც აქტიურად მაინტერესებდა ეს ყველაფერი უყურებდი, რომ იქ ფასში, ანუ აქ ხელოვნური ჩარევა გამოიწვევს იმას, რომ საკმაოდ კარგი პასუხი გაცა, თქვა ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ თქვენ თქვა ორშაბათიდან შეძლებთ რომ გააიაფოთ 10%-ით. თუ თქვენ თხოვთ, კი, 2-3 დღე გავაიაფებ 10%-ით, მაგრამ შემდეგ გავაძვირებ. ოღონდ ეს გაიაფება იმდენად ძვირი და უჯდება, რომ შემდეგ მოუწევს ისევ არა იმ ნიშნულზე, არამედ კიდევ უფრო მეტად გაძვირება, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი კომპონენტი. ასე რომ იმაზე საუბარი, რომ პროდუქციის გაიაფება შესაძლებელია აპრილიდან, ეს არის არასწორი და მე ამას უფრო პოპულიზმს დავარქმევდი. ეხლა რაც შეეხება რიტეილთან ურთიერთობას ადგილობრივი ფერმერების. რიტეილერები ძალიან მოწადინებული არიან, მე ამას სრული გულწრფელობით ვიტყვი, რომ ადგილობრივ ფერმერებთან ითანამშრომლობთ, მაგრამ ისევ ნახეთ რას მივდივართ, რომ ადგილობრივ ფერმერებს არ შეუძლიათ სტაბილური მიმწოდებლები იყვნენ. ნახეთ, თუ შენ სტაბილური მიმწოდებელი არ აღარ, ანუ რიტეილ სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული არის, რომ მას ჰქონდეს სტაბილურად ხარისხიანი პროდუქცია. ხო, აი მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი ჰიპერმარკეტი, რომელიც არის სულ რაღაც 8 თუ 9 წარმოდგენილი, რომელიც აგრომიმართულებაა, ძირითადად რეკლამაში რო არ გამოგვიდეს, არ დავასახელებ, მაგრამ ანუ ძირითადად მისი მიმართულება აგრო, ანუ მე მასთან მაქვს საკმაოდ ისეთი ინტენსიური ურთიერთობა და ვასწვი პროდუქციას, აი მახსოვს რომ მაგალითად იგივე რაღაც პერიოდი ვცადე და ბროკოლი მოვიყვანე, ბროკოლი რომ მქონდა ინდივიდუალურადაც კი ათვალიერებდა, რომ ის ზომა ყოფილიყო, ის ზონა ყოფილიყო, რაღაც შავი წერტილი არ ქონოდა და მახსოვს რომ როდესაც ძოლმა ჩაიტანა, ანუ სათითაოდ არჩევინეს რაღაც არ ვარგო და რაღაც ვარგო და ეს დაიტოვეს, ანუ იმდენად სხვანაირად ხდება მიდგომა, რასაც ალბათ სამწუხაროდ უმრავლესობა ფერმერების ყურადღებას არ აქცევენ. ვინც ყურადღებას აქცევს, ვინც ამ რიტმს აყვა, თქო, ვინც სამაცივრე მეურნეობა გააკეთა, ალბათ უფრო ხა ამ შემთხვევაში შემიძლია ვაშლზე ვისაუბრო, ვინც ახლა სტაბილური მიმწოდებლები არიან. ანუ ამ ფერხულს სწორად აყვნენ, მაგრამ ერთწლოვან კულტურებზე ძალიან რთულია და ალბათ ისევ ჯობია რომ იყოს ისეთი სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ადგილობრივი ფერმერებისგანაც ჩაიბარებენ და ლოგისტიკას გაუკეთებენ, იმიტომ რომ ხა საქართველოში გვაქვს ჩვენ დაახლოებით ალბათ მინიმუმ 3000 სავაჭრო წერტილზე არის, ანუ ორგანიზებულ ვაჭრობაზე, როდესაც საუბრობთ მინიმუმ საუბარი ხა 3000 სავაჭრო წერტილს რომ მოემსახურო, ანუ პირველ რიგში რაღაც ავტოპარკი გჭირდება, სასაწყობე მეურნეობა გჭირდება, სწორი შენახვა გჭირდება პროდუქტის. ამას ფერმერი ფიზიკურად ვერ შეძლებს, ნახეთ. და ხშირ შემთხვევაში მე იგივე არაერთი ქსელური სუპერმარკეტისგან მქონია ინფორმაცია, რომ შენ მოიყვანე და ჩვენ ჩამოვალ წავიღებ და არის კი ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტი, რომელიც სიამოვნებით ჩადის და პროდუქციას ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს. ასე რომ რაღაცა კუთხით თქვა იგივე სუპერმარკეტები ამ მიმართულებით დადანაშაულება რომ ადგილობრივი ფერმერებისგან არ იღებენ, თუ არ იღებენ, ამის გარკვეული მიზეზები არსებობს, ან არასტაბილური პროდუქცია მოყავთ, ან არიან არასტაბილური მიმწოდებლები და ხშირ შემთხვევაში რაღაცა არასწორი გათვლა აქვს და მათ შორის რა თქმა უნდა იქ რაღაც საფასო პოლიტიკასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უჭირავს. ასე რომ ისევ ნახე იმ საკითხს უბრუნდებით, რომ სწორი აგრონომიული მართვა, იმიტომ რომ უნდა დაგეგმო. მაგალითად მე როდესაც მე დავგეგმე საზამთრო მოდის დაახლოებით
ივნისის ბოლოდან, რაც ნაადრევი არის, თუმცა მე რომელ სუპერმარკეტსაც გაურიგდები, არიან ახლა დღეს ფერმერები, რომლებიც რაღაცა შეიძლება უფრო მეტი რაღაცა პრეპარატები მიცენ, გაჟღინთონ სასუქებით იმით, ამით რომ ოღონდ ადრე მოვიდეს, იმიტომ რომ იმ პერიოდში ჭყალებში შეიძლება 1 კილოგრამის ფასი იყოს 5 ლარი, 2 კვირა, 3 კვირის, ან 1 თვის განმავლობაში, შემდეგ დავარდეს თქვათ 2 ლარზე. მე თუ ნაადრევი მომივა, მე კონკრეტულ სუპერმარკეტთან რა თქმა უნდა გაფორმებული მექნება ხელშეკრულება, რომ მას სტაბილურად თელი წლის განმავლობაში ჭყალებში მივაწვდი 2 ლარად. ვიღაცა შეიძლება ყიდიდეს 5 ლარად, მაშინ კი ბატონო. მაგრამ მე თუ მექნება მე მივაწვდი სტაბილურ ფასში და ეს იქნება სტაბილური ხარისხის ერთგვაროვანი პროდუქტი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვეუბნები, რომ მე აი ეს რაოდენობა შემიძლია მოგაწოდო. მიუხედავად იმისა, რომ თქვა პირობითად მე მაგ გათვლა რომ მოვიყვან 150 ტონას, რა თქმა უნდა ვაზღვევ და მე მაგ გაფორმებული ხელშეკრულება რომ მინიმუმ 100 ტონას მივაწვდი, იმიტომ რომ იქ რაღაც არის გარკვეული, თქვა, საჯარიმო სანქციები აქვს ჩადებული სუპერმარკეტებს, რაც ვფიქრობ სწორია, იმიტომ რომ ცარიელი დახლი სუპერმარკეტისთვის არის წაგებული თანხა, იმიტომ რომ მასაც ნაქირავები აქვს, მასაც თანამშრომლები ყავს აყვანილი, ანუ აქაც ხო ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები არის, რაც მის ზრდას განაპირობებს და არ შეიძლება ნახე ესეთ სამ ხარის დადანაშაულება, რომ ვიღაცა კარგია, ვიღაცა ცუდია, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს რიტეილ სექტორთან, ძალიან კარგად ვიცნობ და მით უმეტეს აგრომიმართულები თუ კი ვინმე წარმატებული იქნება, თუ კი ვინმე ამას გააკეთებს, იგივე ვთქვათ, ჩემი მაგალითად შემიძლია მოვიყვან, რომ ჩემთან ქონდა საუბარი, აი თუ კი შენ ამას ივა შეძლებ, რომ აი რაღაცა დამიფასოვე ოღონდ და ესეთი მომიტანე, ესეთი მომიტანე, ამ ხარისხის მომიტანე, ესეთი ერთგვაროვანი მომიტანე, რომ ჯერ რა თქმა უნდა მე ამის საშუალება, ვთქვათ, რესურსი ფიზიკურად მაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი დეფიციტი მე გარდა იმისა, რასაც აგრონომია ქვია და აგრონომის დეფიციტი, მუშახელის დეფიციტია, ვინც თავის დაკისრებულ ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულებს. არათუ პროფესიონალურად, იმიტომ რომ აი მაგალითად როგორ უნდა სალაც ფურცელი, როგორ უნდა მოჭრა, აი დღეს დავდიოდი მე თვითონ. ჯაჭვური რეაქცია, რეალურად ჯაჭვური. საზამთრო რა დროს უნდა მოიჭრას და ვთქვათ, ყუნწი რამხელა უნდა იყოს, ვთქვათ, რითი უნდა მოხდეს ამის მოჭრა, როგორ უნდა მოხდეს ამის ჩალაგება, რომ არ გაფუშტდეს, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ნახე, აი იმდენად დიდი პროცესი არის, რომ ამას ვიღაცა ზერელედ უყურებს, რომ აი მე ვთქვათ, იგივე დღეში თუ ვიღებ ჭყალებში ვიძახია 50 ლარს, ბოდიში ამ სიტყვას ვიხმარ, რომ კიდია ის ივარგებს თუ არ ივარგებს, მე რომ მოვკრიფავ და იმას არ ფიქრობს, რომ ის ფერმერი პირობითად ივა თუ გაჩერდა და 2 წელი, 3 წელი იწვალა და ნახა რომ შედეგი არ არის, შენი არასწორი ქცევის გამო, ანუ მე შენ გიწევს უკვე ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა და ვიღაცა მოხუცის მოვლა, ნახე და როცა იგივე შესაძლებელი არის გააკეთო შენ ქვეყანაში და გაცილებით მეტი შემოსავალი კონდეს. 1 საათიან რეგლამენტს გადავაჭარბეთ, მაგრამ ღირდა. სხვადასხვა ამ გადაცემის მთავარი არსი არის ის, რომ აი ორიგინალი, ყოველგვარი დაჭრა და გამოჭრის გარეშე გადის პირდაპირ ეთერში და შესაბამისად აი მაგიტომაც არის ბიზნესისთვის ერთ-ერთი საფლაგმანო ფორმატი, იმიტომ რომ გულწრფელი საუბარია. გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა დღეს ჩვენ. და მადლობა შენ ამისთვის, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან კარგი აქცენტები ჩააქსოვე, მართლა მნიშვნელოვანი აქცენტები ჩააქსოვე და მინდა რომ წარმატებები გისურვო აბსოლუტურად ყველა ფრონტზე. და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, კიდე მალე შევხვდებით ერთმანეთს, სხვადასხვა ფორმატებში თუ პრივატულად, ამიტომაც წარმატებები შენ. წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა თემი დაინტერესებისთვის და ალბათ ქვეყნის სიყვარულზე, როდესაც გვაქვს საუბარი და როდესაც საუბრობთ, ეს არ გამოიხატება, მხოლოდ რაღაც ჭიქაში და მიჭახუნებაში, ეს უნდა გამოიხატებოდეს რეალურად იმ საქმით, რისიც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანაში და რა ვიცი, ყველას უსურვებ, ვისაც რაღაცა რესურსი აქვს, რომ ნამდვილად ჩადოს სოფლის მეურნეობაში და რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს და სახელმწიფოს უსურვებ, რომ სწორი მიმართულებით სწორად მოხდეს იდენტიფიცირება ამ პრობლემების და სწავლა და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან გაიარონ კონსულტაცია, ვისაც რეალურად ამ მიმართულების განვითარება ჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ივა შენ. მომავალ შეხვედრამდე ივა ჭყონია იყო ჩვენთან ერთად. გადაცემა შენობით ბიზნესთან კი მორიგ შაბათამდე, მორიგ ძალიან საინტერესო ეპიზოდამდე გემშვიდობებათ. დროებით. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო.